მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის პიზას კვლევაში გურჯაანელი მოსწავლეები ჩაერთვებიან და ისინი მათემატიკაში, წაკითხulis გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შეფასდებიან. წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტიდან კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 5 საჯარო სკოლა: გურჯაანის პირველი, ახაშნის, შაშიანის, ჭანდრისა და კოლაგის. პიზას წინა კვლევებმა სამწუხაროდ აჩვენა, რომ საქართველოში მოსწავლეებს წაკითხulis გააზრება უჭერთ. რა მოლოდინი უნდა გქონდეს ახლა, რის მიხედვით შეირჩნენ საჯარო სკოლები, თემაზე ვრცლად ახაშნის საჯარო სკოლის დირექტორ ნონა კობიაშვილთან ერთად ვისაუბრეთ. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში, რატომ არის მნიშვნელოვანი პიზას კვლევა და მისი შედეგები და რის მიხედვით შეირჩა სკოლები, რომლებიც ამ კვლევაში ჩაერთვებიან? საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევა პიზა ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და გავრცელებული საგანმანათლებლო კვლევა მსოფლიოში, სადაც 80 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. 2009 წლიდან უკვე საქართველოა ამ კვლევებში ჩართული. ჩვენ პირველად მოვხვდით ამ კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სხვათა შორის ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა სკოლისთვის, ჩვენი მოსწავლეებისთვის და ზოგადად სასკოლო საზოგადოებისთვის. ჩვენ мотиваცია გვაქვს სწორედ ის, რომ ამ კვლევაში ჩვენი შედეგები უნდა ვაჩვენოთ და გავაუმჯობესოთ ის მონაცემები, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანას ჰქონდა და დავამსხვრიოთ მითი, რომ ქართველები და საქართველო წაკითხulis გააზრების მიმართებაში ბოლო ადგილზე თუ არა საკმაოდ ქვედა პოზიციას იკავებს. როგორც ვიცით, თქვენი მოსწავლეები ემზადებიან ამ კვლევისთვის და მოგვიყევით რა პროცესში არიან ისინი? კი, როგორც კი გავიგეთ, რომ კვლევაში ვიღებთ მონაწილეობას და შეტყობინება მივიღეთ ამასთან დაკავშირებით, მთელი სასკოლო საზოგადოება მობილიზდა საამისოდ. მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები პირველი ინფორმაცია ჩვენგან მიეწოდათ. ყავს ადმინისტრატორი ამ მიმართულებით დანიშნული, რომელიც კოორდინაციას და კოორდინატორი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს და ადმინისტრირებას გაუწევს ამ მოსწავლეთა ჩართულობას. თუმცა მანამდე ჩვენ მივიღეთ ის ზომები, რომ სკოლაში, ოჯახში თვითონ ბავშვები მეცადინეობენ და ჩვენ მოვიძიეთ იმ ორგანიზაციის გვერდი, რომელიც კურირებს კონკრეტულად ამ საგანმანათლებლო კვლევას საქართველოში, ეს არის საგანმანათლებლო კვლევის ეროვნული ცენტრი და მის ვებგვერდიდან ჩვენთვის შესაძლებელი გახდა ხელმისაწვდომი გამხდარიყო ტესტები, რომელზეც მეცადინეობა ბავშვებს შეუძლიათ და აქტიურად არიან ჩართულები. მშობელთა ჩართულობამ, მასწავლებელთა ჩართულობამ და ზოგადად სასკოლო საზოგადოების კოორდინირებულმა მუშაობამ მე მგონი შედეგი უნდა გამოიყოს. სასკოლო ლაბორატორია კომპიუტერი სრულად დატვირთულად მუშაობს ამ მოსწავლეების განკარგულებაში და ყოველთვის ღია ამ მათთვის გაკვეთილების შემდეგ მასწავლებლები თვითონ ტოვებენ ბავშვებს და ბავშვებიც თავიანთი სურვილით, ვისაც ეხებათ ეს კვლევა, კომპიუტერულ ლაბორატორიაში შედიან ამ გვერდზე და მეცადინეობენ და ტესტებს აკეთებენ. როგორც თქვენ აღნიშნეთ, წინა კვლევებმა საკმაოდ ცუდი შედეგი აჩვენა და გამოიკვეთა, რომ საქართველოში მოსწავლეებს წაკითხulis გააზრების პრობლემა აქვთ. რა მოლოდინი გაქვთ ახლა და ელოდებით თუ არა ბევრად უკეთეს შედეგს? კი, არა, შედეგი აუცილებლად უკეთესი იქნება, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ დავიწყეთ მეცადინეობა, მუშაობა, ჩვენ მანამდე გამოცდილება ასეთ კვლევებში მიღების, მონაწილეობის მიღების არ გქონია, ამიტომ უფრო მეტად მივიტანეთ გულთან და რაც ყველაზე მთავარია, შეთანხმებული მუშაობა მშობლის, მასწავლებლის და მოსწავლის შედეგიანი უნდა გახდეს, რომ გავაუმჯობესოთ ის მონაცემები, რაც აქამდე ჩვენს ქვეყანას ჰქონდა. და სხვათა შორის ძალიან კარგი დევიზი აქვს თვითონ კვლევის მოსწავლეებთან მიმართვაში ჰქონდა საგანმანათლებლო კვლევის ცენტრს, რომ მონაწილეობს შენ ფასდება ქვეყანა. დიახ, ჩვენი მონაწილეობით, ჩვენი 15 წელიანი მოსწავლეების მონაწილეობით ქვეყანა უნდა შეფასდეს და არენაზე გამოდიან ის მოსწავლეები, რომლებმაც უნდა ქვეყანა ასახელონ. ჩვენი აზრით ამისთვის ძალას არ დავიშურებთ და ღონეს. თქვენი შეფასებით, ვისი ბრალი არის, რომ მოსწავლეებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ? პასუხისმგებლობა ენიჭება თვითონ განათლების სისტემას, სკოლას, პედაგოგს, მოსწავლეს თუ მშობელს? ვერ ვიტყვი, რომ წაკითხulis, თუმცა საერთაშორისო კვლევებზე კი ეს გამოჩნდა, მაგრამ წაკითხulis გააზრება უჭირთ, პირდაპირ ამის თქმა მე გამიჭირდება. უფრო ეს, რა ვიცი, ვთვლი, რომ მოსწავლის სიზარმაცის ბრალიც არის, რომ შეიძლება ტექსტის წაკითხვა, როდესაც მაინტერესდება ასეთი გამოკითხვები, ხშირად ტექსტებს არ კითხულობენ თავიდან ბოლომდე, ალბათ, სავარაუდოდ
და ამის გამო შედეგიც ცუდი დაიდო, თორემ მე რომ წაიკითხონ თავიდან ბოლომდე გამორიცხულია რომ აზრი ვერ გამოიტანონ, იმიტომ რომ ეხლა ყველა შესაძლებლობის მოსწავლე სწავლობს სკოლაში, მაგრამ დამიჯერეთ რომ წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა ბევრს არ უნდა გაუჭირდეს და ვფიქრობ დამნაშავეს ვერც სისტემად მივიჩნევ და ვერც ცალ-ცალკე რგოლს. ალბათ უფრო კოორდინირებული, შეთანხმებული მუშაობა შედეგს დადებს იმაზე, რომ ამ სასკოლო საზოგადოების რგოლების დამოკიდებულება და მათმა ერთობლივმა მუშაობამ საბოლოოდ ეს შედეგი უნდა დაგვიდოს, რომ მოსწავლეებმა გააუმჯობესებული მონაცემები და შედეგები აჩვენოს და ქვეყანას რამოდენიმე საფეხურით მაინც ახლა ვერ ვიტყვით გამარჯვებაზე, ვერ დავდებთ თავიდანვე თავს, მაგრამ უნდა აუცილებლად წინ წაიწიოს. დიახ, და როგორც მაქვს ინფორმაცია, წელს პირველად იქნება შესაძლებელი, რომ თქვენ საჯარო სკოლას მოგაწოდონ შედეგი. კი, ასე გვითხრეს სკოლის მოთხოვნის შესაბამისად საჯარო სკოლა მიიღებს ამ შედეგებს ჩვენი მოთხოვნით, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს იქნება კონფიდენციალური და გასაჯაროებას არ დაექვემდებარება. მაგრამ თქვენ გექნებათ ინფორმაცია, ხო, რა შედეგი? კი, იმიტომ რომ ჩვენი ინტერესიც არის, გვაინტერესებს ჩვენი სკოლა რა წვლილს შეიტანს აი ამ საქმეში. დიახ. და თქვენ სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს რაში გეხმარებათ პიზას მსგავსი კვლევები? ჯერ ერთი მოსწავლის წინსვლას და სასწავლო პროცესი ზოგადად რამდენად სწორად არის დაგეგმილი, რამდენად შედეგზე გადის მასწავლებელი ამ საკუთარი გეგმის შესრულების დროს და რაც ყველაზე მთავარია, მოსწავლის განვითარების დონეს ვამოწმებთ და კიდევ ერთი, მოსწავლეს აი ამ კვლევებით უვითარდება უფრო მეტად ის უნარი, რომ როგორ გამოიყენოს თითოეული საგანი თითოეული ეს მიმართულება ცხოვრებაში, ანუ პრაქტიკული დამოკიდებულება, პრაქტიკული კუთხით საგნის გამოყენება ცხოვრებაში. აი ამის მიმართულებით მოსწავლეს უფრო მეტად წაადგება და განავითარებს, უნარებს უვითარებს. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ და ვიმედოვნებ, რომ ძალიან კარგ შედეგს დადებთ. იმედს ვიტოვებ და აუცილებლად იქნება ეს შედეგი და ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, ჩვენი სიტყვა უნდა ვთქვათ, სათქმელი გვაქვს. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ.